სალამი ყველას, ისევ ნიქოზიადან. Როგორც იცით, დღეს ვაპირებ, რომ გადავიდე ჩრდილოეთის მხარეს და მოვინახულო ძალიან ლამაზი პატარა ქალაქი, რომელიც 20-25 წუთის სავალზე არის. საზღვრი, ეგრეთ წოდებული საზღვრიდან, ქალაქი გირნე და იქამდე ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ბუიუკ ხანი არის ესეთი ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნიმუში, ოსმალების მიერ აშენებული 1572 წელს. იცით, რომ ოსმალებმა დაიპყრეს კვიპროსი და რა წამსაც დაიპყრეს, ეს იყო ყველაზე დიდი პირველი ნაგებობა, რაც მათ ააშენეს. და ეს იყო მოკლედ ადგილი, სადაც ვაჭრები და მოგზაურები რჩებოდნენ ხოლმე. ორსართულიანი ნაგებობაა, ძალიან ლამაზი არქიტექტურით, რაც ვნახე ახლა Google-ში. დანარჩენი ერთად ვნახოთ. პირველ სართულზე იყო განთავსებული საჯინიბოები, სადაც ცხენებს აპარკინგებდნენ და ზემოთ დასარჩენი ოთახები. იცით, რომ ოსმალების მერე ბრიტანელების მმართველობაში გადავიდა კვიპროსი და მაგ დროს ბრიტანელები იყენებდნენ ამ ადგილს როგორც ციხეს. ხოლო შემდგომ ბრიტანული მანდატი რომ მორჩა რაღაც პერიოდის განმავლობაში, ესეთ შეჭირვებული ადამიანებისთვის იყო საცხოვრებელი ადგილი. ხო და აი ხა ვარ ზუსტად ამ მწვანე ხაზთან, სადაც იცით, რომ როგორც City Mall-ის პარკინგზე შედიხარ და გამოდიხართ, აი ეგეთი გამარტივებული პროცედურით შეგვიძლია, რომ გადავიდეთ და გადავყვეთოთ ეგრეთ წოდებული საზღვარი. Thank you. Taking video now? No. No. Not recording. Oh yeah, I know it because of the some guys told me about it. Thank you, sir. მოკლედ რაღაცა უფრო უნდა დავხვეწო ეს კილები, რომ უფრო შემჩნეველი ვიყო ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან შესამჩნეველი არის. აი, დღე მეორე, თქვენ ვინც უყურეთ ჩემ წინა ვიდეოს, ეს მოთელვითი ამბავი გქონდა, როცა შემოვედით ამ ადგილას. ვიყიდე ბარათი, არ დამჭირდება 30 წუთი ლოდინი რომ გააქტიურდეს. ხო და ფულიც გადახურდავებული მაქვს. აი ხა ჯერ მივიდეთ იმ ადგილას, სადაც მე გიყვებოდით წეღან. შევათვალიეროთ და მერე წავიდეთ ქალაქ გირნეში. ეს ნახეთ, ეს ლამაზი. ყველაფერი უნდა დავათვალიეროთ. ხო და მოდი აი დავიწყოთ აქედან. ხალხის რაოდენობას კი ხედავთ ხა. დილას უკეთესი იქნებოდა მოსულები, მაგრამ აქეთ ბუკინისტები, აქეთ სუვენირები. როგორც გითხარით, პირველი სართული საჯინიბოებისთვის იყო, რომ ჩაეპარკინგებინათ ცხენები. და ზემოთ უკვე მოსასვენებელი ადგილები. ძღამეს ათევდნენ ვაჭრები, მოგზაურები, მერე აგრძელებდნენ გზას. ასასინი მგონია თავი. ვნახოთ აქედან როგორ გამოჩნდა. აი კორეის დელეგაციები რო დადიან ხოლმე. ჩემი მეგობარი ხმობს ამას. წკრივებული.
აგერ დაახლოებით 10 წუთიც არ დაჭირდათ. ალუნის უგემრიელესი ოცხობილოა, შეგიძლიათ მოკლედ ნახოთ. ტრადიციული ჩაი, გამოყვანილი ჭიქით, ძალიან მოწონს. და აგერ ამ ხელად ავყრილობაში აღმოჩნდი. იმედია, ჩემი ხმა ძალიან არ ყვირის. ეს ბარიტონი უკან ომიზის სადა ყურში ჩამყვირის, მაგრამ არ ვიცი. უგემრიელესად ჭამე და ძალიან წინვალე რივიუც დაუწერე, როგორც ჩვევია ხოლმე. ხო და აქვე 100 მეტრში, სანამ გირნეში წავალთ, ამის უნახავად ვერ წავიდოდი. ეს არის ნიქოზიის აია სოფია. ახლა უკვე მოქმედი სელიმის მეჩეთი, რომელიც თავის დროზე ჯვაროსნებმა აშენეს 1206 წელს დაიწყო მშენებლობა. გოთიკური არქიტექტურის ულამაზესი ნიმუში, რომელიც ოსმალების დაპყრობის შემდგომ გადაკეთდა მეჩეთად და აი ეხა გამოიყურება ეს. თუმცა გოთიკური კვალი, არქიტექტურის კვალი დღემდე არსებობს. ეს ნახეთ. $1570 წლიდან, რაც უკვე ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში ეს ტერიტორია, მოკლედ ვერ გადაურჩა სამწუხაროდ ეს ტაძარი მეჩეთად გადაკეთებას. წმინდა სოფიას კათედრალი. დღემდე ეძახიან აია სოფიას აქაურები. What is the price? 100 lira. Okay. 100 lira. Yeah. Okay. Can I have a seat here? Okay, let's go. აგერც მაო პირდაპირ არ ჩავჯექი. $1000-იანად გიოს. Okay. When we will go? 5 minutes. Okay, perfection. Bro, bro. მოკლედ 5 წუთში გავალთ. Yep. Yep, I'm making a vlog. What's your name? Tunç. And what's your name? Okay, nice to meet you. Yeah, you too. My name is Lamin Yamal. Yamal? Oh, come on. Give me a signature, please. Give me a signature. Okay. Bro. Your name, bro? იგივე რაღაც მოხდა ეხა. აგერ ბიჭებმა მომაკითხეს. YouTuber-ი ხარო? სირცხვილით ისე დავიწვი ჯენზიკა ბავშვებთან. ეს ჯენალფები იქ მე მგონი უკვე. Bro, TikTok-ი მივეცი, სადაც 1.55,000 ნახვა გავარდა, მადლობა TikTok-ს და ByteDance-ს 30-20,000 და subscribe-ებს რო დახედეს, ცოტა სახე შეეცვალათ, მაგრამ მე არ ვიცი. ეგა. აჰა, ეხლა აგერ ველოდები და დავიძრებით გირნესკენ. თუ დროში გაგეწელათ, რა თქმა უნდა, გადაახურთ, მაგრამ რაცა მგონია, რომ აი ქალაქის ნახვა ესე ცოტა მანქანით გასეირნების დროს საინტერესოა. თქვენი მახვილი თვალი, თქვენი შესაძლებლობების მიხედვით და ჩვენ community-ში ხა ბევრი ნიჭიერი ხალხი არის, თავმოყრილი. მგონია რომ ბევრ საინტერესო რამეს დაიჭერს, რაც მე გამემაზა, რაც სხვას გაემაზება. მოკლედ ჩამოვედით ქალაქ გირნეში. ბერძნულად კირენია. ესეთ დასახელება ჰქონდა, რომელიც მე-10 საუკუნიდან, ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნიდან დადასტურებულად აქ არის აღმოჩენილი ნასახლარები. ეხა ვარ ქალაქის ცენტრში. შემოვიარე სკვერში, დავტენე. ტელეფონი წუთ დღეში იყო. ხო და ეხა მივდივარ ციხესიმაგრის სანახავად, რომელსაც სხვადასხვა დამპყრობლების კვალი ეტყობა. ბერძნებიდან დაწყებული, ბიზანტიელებით გაგრძელებული. მე რეიცით რომ კვიპროსი 1191-ში რიჩარდ ლომგულმა დაიპყრო და ჯვაროსნებმა მოკლედ თავისი დამცავი
ესე იგი ციხესიმაგრე უფრო მეტად განამტკიცეს და მერე უკვე ოსმალების პერიოდში ციხესიმაგრემ ოსმალური გავლენები შეიძინა. 50 ლირა გადავიხადე და წამოება შევიდეთ. ხარ ახმაც ჩამესმის. ეს ხმაც ძალიან ხშირად ჩამესმის ხოლმე. განსაკუთრებული სიმჭიდროვით ქალაქ ლიმასოლში არიან წარმოდგენილები. ვიმსახურებ 1 subscribe-ს თუ ვიმსახურებ იცით რაც უნდა ქნათ. ვინც ახლა უყურებთ პირველად ვიდეოს და ზუსტად ამ მონაკვეთზე მოხვდით, შეგიძლიათ რომ სიტყვაზე მენდოთ და გამოიწეროთ და თუ იმედებს გაგიცრუებთ, მერე ეგეც იცით რაც უნდა ქნათ. კაი, სიმაღლის შიში არ მაქვს. ეგ არაერთხელ აღმინიშნავს, ამიტომ მაქსი ამოვნებას რომ ეხა ჩემთან ერთად თქვენ გადმოიხედოთ იქიდან. არ მოგაკლებთ და ეხა წამომივიდეთ. ტრიპოლში გახსოვთ ხო რომ აუძვერი მაღლა ჯვაროსნების ციხეზე. და კიდე კაი მოვასწარი, კიდე კაი გადმოხვდი. კიდე კაი მოვასწარი გადაღება, თორე მერე ვიღაცები ამომყვნენ და ჩამოგვაგდეს ყველა ერთად. ჯერ აქეთ გადავიხედოთ. აი ნახეთ. რა მტკიცე კედლები არის და რა მოცულობითი არის. რასაც ნამდვილად არ ველოდებოდი. ეს ხმა მგონია რომ უკვე მე ჩამესმის ყურში. რა ვიდეო არ არის რომ არ შემხვედრო და განსაკუთრებით ცა ლიბანში ვიყავი. წავიდეთ ახლა ქვემოთ და რაღაცა მუზეუმში შევიაროთ ის ერთ-ერთი უძველესი გემის გადარჩენილი ფრაგმენტები ვნახოთ და გავაგრძელოთ გზა, როგორც დაგეგმილი გვაქვს ისე. შეიძლება კრალის თასიც ვიპოვო, რომელიმე კედელში ჩაშენებული. აბა, უკიდურესად მარჯვნივ გადავიდეთ. იბატონო, დანაც წინვალეთ ჩანს. ეხა წყალი ვიყიდე და ამას უსმენთ. ყველგან ვართ. ვინ თქვა რომ 3,700,000 ვართ? ყველგან ვართ. აბა კაიუტის ხმები გამოვეცი ხა. აი ეს ნახეთ. ყვინთავი იყო ეგეთი ტიპი ანდრეასი, რომელმაც თევზაობის პროცესში შემთხვევით იპოვა აი ეს გემის ხის ნარჩენები. მერე მოკლედ ჩაერინენ არქეოლოგები ამ ამბავში და აღმოჩნდა რომ საქმე ჰქონდათ ერთ-ერთ უძველეს გემთან, რაც კი უპოვიათ კაცობრიობის ისტორიაში. ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით არის დათარიღებული ეს გემი, რომლის მერე უკვე ამერიკელები ჩაერთნენ ამ საქმეში და რო შეისწავლეს, აღმოჩნდა რომ 14 მეტრის სიგრძის იყო. 404 ამფორა აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობენ, რომელიც შეიცავდა ღვინოს, ზეთს, ნუშს და იყო წარმოებული როდოსა და საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულებზე. სავაჭრო დანიშნულებით გადაადგილდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე.
და მოკლედ ეხლა რაც მითხრა აქ ადგილობრივმა სპეციალურად გავიტანეთო იმ დარბაზშიო რომ კლიმატური პირობები შესაბამისად შეუქმნათო და აი აქეთ კი ხედავთ რაც არის გამოსახული ეს კვლევების პროცესი ფოტოებით შენახული. 1967 წელია, როგორ გვინთავები მკვლევრები ამერიკელები როგორ არიან ჩასულები და იკვლევენ ამ ამბავს. კარიერა ესეთი უნდა. მე შვილებს ესე უნდა მოუყვი ამბავი. ის უკვე გემზე აღმოჩენილი სხვადასხვა ნაკეთობები. წარმოგიდგენიათ? ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეზე არის ლაპარაკი. ადგილებში მაგრამ იმართლებს აგერ $100 ადგილი მაქვს ცხოვლის გვერდით. ძალიან სამწუხაროა რომ ვერ ვახერხებ კიდე რაღაც მნიშვნელოვანი ადგილების ნახვას. პლაჟია ძალიან ლამაზი და ეგ რაღაცა ბედია ჩემი მგონი რომ ხმელთაშუა ზღვას ცოტა შორიდან უყურო, მაგრამ არა უშავს. ხა უნდა წავიდეთ ნიქოზიაში, როგორც გითხარით და მერე წავალთ ლარნაკაში. შვენიერი ტრიპი გამოგვივიდა. ეხა ძალიან მომშივდა და რამე ადგილი უნდა ვიპოვო. ჭამო. მერე წავიდეთ. როგორც დავგეგმეთ მისტერ დიმიტრის დამემშვიდობოთ და გავუყვეთ გზას ლარნაკასკენ. ძალიან სევდიანი ვარ. რომ დღეს ვტოვებ აქაურობას. მივდივარ ბრუნდები რუტინაში, რა თქმა უნდა. როცა ვიღაცა გელოდება და სამშობლოში გული უფრო მეტად მიგიწევს. და ძალიან ბევრი ხალხი მელოდება, ძალიან ბევრი ხალხი მომენატრა. მაგრამ მე ამ ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნება ნამდვილად არ მინდა. იმიტომ რომ ამაზე მეტად მივხვდი რომ არაფერი არ მომწონს და არაფერი არ მაბედნიერებს. ხოდა მთელი ჩემი მობილიზება ეხა იმაზე იქნება და მთელი ჩემი ფიქრები იმაზე არის. აქ ყოფნის განმავლობაშიც როცა საქართველოში ვარ მაშინაც როგორ ვაქციო ეს საქმე full time სამსახურად. არა ისე შვებულებიდან შვებულებამდე რომ ვიმოგზაურო და დანარჩენი დრო ოფისში გავატარო ხოლმე. არა ნუ როგორც ყველას ჩვენი ვალდებულებები გვაქვს, პასუხისმგებლობები გვაქვს და მაგ ყველაფერს დაფინანსების გარეშე რა თქმა უნდა ვერ შევძლებთ. ხოდა მთელი ჩემი მობილიზება ეხა მაგაზე იქნება გადართული რომ როგორმე ეგ ამბავი დავასტაბილურო. აი კონტენტი მერე ნახეთ და მოგზაურობები მერე ნახეთ. ხანდახან ძალიან რთული არის როცა დაღლილი სამსახურიდან მიდიხარ. კიდე მილიონი ფრილანს პროექტი შეიძლება კონდეს იმ წამს რომ უკეთესად იცხოვრო შენ და შენმა ოჯახმა. მაგრამ საწუწუნო არაფერი, მადლობა ღმერთს რომ საქმე არის. და ჩემი დევიზი ეგ არის რომ ნეტა საქმე იყოს სულ. მერე ძალიან რთული არის რა. უენერგიოთ ხარ. დაჭდე და რაღაცეები არის ერჩო და მერე აედითო. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება. ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ. წყლის წვეთს ხო იცით რა ძალა აქვს. რომ ერთხელ შეიძლება დაეცეს და არაფერი არ მოხდეს. არა თუ 100,000 ჯერ დაეცემა შეუულია ყველაზე მყარი და ყველაზე მაგარი რკინაც კი ჩახრიტოს და ბეტონიც და მაგითი მიმხნევებ ხოლმე თავს. თავარია მონდომება და დარჩენი ყველაფერი გამოვა. მონდომება და მუდმივობა. ასე რომ წავედით ეხა და ჭამოთ და დარჩენი გავაგზავნოთ. რამდენი სასხამდა რაღაცეებს არ ვიყოთ, იმიტომ რომ ხოდა მოკლედ აქედან კიდე ერთხელ მადლობა. მე რო კითხე ნათიას თუ არიან ქართველები თქო რა. და უცებ 3 ქართველი გამოვიდა სცენაზე და მოკლედ გამოიწერეს ჩემი არხი და ამ წამის მონაცემებით 181 subscriber-ი მყავს, რაც ძალიან მახარებს და ვისაც არ გამოგიწერიათ ჩემი ვიდეო, ძალიან გხდით რომ გამოიწეროთ
ამ ადამიანზე გიყვებოდით. ნათიას გაუმარჯოს, ლიკას და მზიას. სამ ქართველს, რომლებმაც ძალიან კაი საქმე გამიკეთეს, დამაკვალიანეს, გადამყვნენ, ყურადღება განსაკუთრებულად მომაქციეს და კი ყველასთან ყურადღებით არიან, მაგრამ ჩემს მიმართ განსაკუთრებით და დიდი მადლობა. მე მადლობა რომ მოყვედით. ძალიან დიდი მადლობა. აბა რას ეთყოდი საქართველოს? დავით ძალიან გიყვარხართ, გვენატრებით და იმედია რომ მალე შეგხვდებით. ხურსასმენების გარეშე მიცხროლობს ხმამაღლა, მაგათვის ცალკე ადგილი მოიძებნები ხო იცით ჯოჯოხეთში. რა წესია, რა კულტურა. მოკლედ მოვედი ხა აეროპორტში. სულ რამდენიმე წუთში გაიხსნება ჩემი გეითი. მოკლედ მოვედი ხა აეროპორტში, სულ რამდენიმე წუთი და გაიხსნება კარიბჭე. რაც იმის მანიშნებელია, რომ რამდენიმე საათში დავფრინდები ქუთაისში და ჩამოვალ მონატრებულ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად იყავით, ჩემთან ერთად მოგზაურობდით. მაქსიმუმი გავაკეთე, მთელი სული და გული ჩავდე. რაღაცები გამომივიდა, რაღაცები არ გამომივიდა. რაღაცებზე თქვენი რეკომენდაციები დამჭირდება, რომ უკეთესი იყოს. მე მგონია, რომ პროცესი არის რა. მოგზაურობის დროს ბევრი ისეთი კადრი მინდოდა რომ დამეჭირა და ვერ დავიჭირე, ბევრი ისეთი დიალოგი მინდოდა რომ გადამეღო და ვერ გადავიღე, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეგ არის რაც არის. მთელი გულით და სულით ვაკეთე კონტენტი და მოკლედ ამას გვერდებით მომავალშიც. ერთადერთ რამეს გთხოვთ, რომ გამოიწეროთ და ლაიქოთ კიდე ერთხელ, რომ ჩემი თავდაჯერებულობა გაცილებით უფრო მეტად გაიზარდოს და რა წამსაც ჩავალ, იმ წამსვე დავიწყებ ახალი ქვეყანაზე ფიქრს. დიდი მადლობა, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში იყავით ჩემთან ერთად და განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ, აბსოლუტურად ენთუზიაზმზე ლიბანში იქნებოდა ეს თუ კვიპროსის ტერიტორიაზე, მეხმარებოდა, მხარდაჭერას მიცხადებდა და მოკლედ მიქმნიდა იმ განწყობას, რომ მაქსიმალურად კარგი ვიდეოები გამოსულიყო. დარჩენი თქვენ შეაფასეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კრიტიკულადაც შეაფასოთ. ჯერ კიდე სწავლის პროცესში ვარ და მოკლედ ეს კამერასთან ურთიერთობის ამბავი კიდე უფრო მეტად დასახვეწია, იმიტომ რომ კამერის მოტრიალების მერე და რეკორდინგის ხილაკის მერე რაღაცეები ისე არ არის ხოლმე როგორც მე მინდა, მაგრამ ჩვენ დევიზი ხო ეგ არის, რომ ყველაფერი არის დასწავლადი. ერთადერთი იცით რასაც გთხოვთ და რა ნაწილში მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ერთი რომ კრიტიკულები იყოთ, გააზიაროთ მოსაზრებები, თუ საჯაროდ არ გინდათ პირადში მომწეროთ და რაც მთავარია, გამოიწეროთ ჩემი არხი. მომავალ შეხვედრამდე.